სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ დავიწყეთ უკვე 53 ნაწილი, რომელიც ჩაწერილი იქნა 1994 წლის 9 იანვარს. ეს საკითხი, რომელიც ახლა დაისმევა, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მე მგონი ქართველებისთვისაც ძალიან ცნობადი. სალაპარაკია ეკუმენიზმზე. ქრისტიანული დენომინაციების და ახლა ლაპარაკია უკვე მთლიანად სხვადასხვა რელიგიების ეკუმენიზმზე გაერთიანებაზე სოფლიოში. მე წავიკითხავ ამ განმარტებასაც და ბატონი ჯონი ძალიან კარგად გაცემს პასუხს, რამდენად სწორია. შეიძლება თუ არა ქრისტიანის ეკუმენიზმი, ქრისტიანების ეკუმენიზმი კათოლიკეებთან და მართლმადიდებლებთან. ასევე სხვა ისეთ დენომინაციებთან და ისეთ განშტოებები პროტესტანტებში არის ძალიან ბევრი, ზოგი ამბობს 40,000-მდე, რომლებიც უარყოფენ დოქტრინებს და არსებობს თუ არა ერთი ქრისტეს სხეული ეკლესია, რომელსაც ჩემულობს იცით საქართველოშიც რო შეეკითხოთ, ისინიც ასე აღიარებენ, მაგრამ საქმეც რომ მიდის, ისინიც არ ცნობენ თუნდაც რუსულს, რომელიც განსხვავდება ზოგიერთები შეიძლება კოპტები, აღმოსავლური მასია ლაპარაკი, ხო, მართლმადიდებლობაზე. ასე რომ ბერძნებთანაც კი ჩხუბი აქვთ და გამოვიდნენ იმ კავშირისგან, რასაც ეკუმენისტური კავშირი ქვია და წავიკითხავთ, რომ ილია მეორეც იყო თანაპრეზიდენტი. აი თქვენ შეიძლება არ იცოდეთ ეს. ასე რომ რომელ ერთიანობაზე ლაპარაკი? მარტო ესე იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გამოდის ქრისტეს სხეული, ნამდვილი ეკლესია, ასე რომ სერბებიც ამას დაიჩემებენ, რუსები ცალკე და ესე წავა და წავა. ასე რომ ნახოთ აბა რას პასუხობს ჯონ მაკარტური, ჩვენ როგორ უნდა გავარკვიოთ და რა უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობა თუ ცალკე ვიდგეთ და გარეთ ვიდგეთ. ქრისტიანები, ვისაც თავი ქრისტიანად მიაჩნია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მე თუ გითხავთ. სალამი მოგესალმებით ჯორ, მე მქვია სტიუარტ ნარანჯო. ნარანჯო არ ვიცი ახლა შეიძლება იყოს ლათინური, იტალიური ან არ ვიცი როგორი წარმოშობის. ქრისტეს სხეულში არსებობს რამდენიმე მოძრაობა, რომლებიც ქრისტეს სხეულს აერთიანებენ. ახლა მე არ საუბრობ მხოლოდ მე-40 არხზე ან KTBN-ზე. არამედ ვიკლიპსეც, სადაც მათ ორგანიზაციაში უკვე კათოლიკეები და ხარიზმატებიც მიიღეს. ფიქრობთ, რომ არსებობს რომელიმე მოძრაობა, რომელიც კარგია. თუ ფიქრობთ, რომ ყველა მათგანი საფრთხეს უქმნის ჯანსაღ მოძღვრებას და ლაპარაკი ალიანსებზე, ახლა ჩამოყალიბდა ევანგელისტური ალიანსი, არის ძალიან ბევრი კავშირები თუნდაც სამხრეთ ბაპტისტებთან მიმართებაში, ამერიკაში, რასაც მე ვხედავ, რომლებმაც დაუშვათ თავი შეიკავეს სოფლიო საბჭოში შესვლასთან, მაგრამ ჩამოყალიბეს ცალკე ალიანსები. და ჯონ მაკარტური მე რაც ვიცი, არ მიუღია მონაწილეობა და არც ერთ კავშირში არ შევიდა. ურთიერთობა აქვს გარკვეულ ადამიანებთან, გარკვეულ ეკლესიებთან, ამას თვითონაც იტყვის, განსაკუთრებულად ხარიზმატებთან, პენტაკოსტელებთან, მეგობრულ დონეზე. მაგრამ როცა მიდის დისკუსია და საკითხების დაცვა, იქ არანაირ კავშირში შესვლას ეს წინააღმდეგია მოკლედ. განსაკუთრებით პოლიტიკურ მოძრაობებთან. პოლიტიკური მოძრაობები ძალიან ძლიერია, ამას ქვია მორალური უმრავლესობა. ერთ-ერთი ძალიან დიდი მოძრაობა იყო მორალური უმრავლესობა და პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა და არც იქ არსად არ შესულა ბატონი ჯონი მე რაც ვიცი. კარგით, მოდით მოусვენოთ ახლა ბატონი ჯონი რას სიტყვის. დიდი მადლობა კითხვისათვის, უპირველეს ყოვლისა, მოდით ერთი რამ განვარტოთ. ქრისტეს სხეული სრულიად ხელუხლებელია. მხოლოდ ღმერთმა იცის, ვინც არის მისი სამწყსო. ისინი მისი სხეულია და ის ხელუხლებელია. ასე რომ სულიერი თვალსაზრისით ჩვენ ვართ ერთი. და შესაბამისად ჩვენი მოვალეობაა ვისწრაფოდეთ ამ ერთიანობის გამოხატვისკენ. ამიტომ თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ სულის ერთიანობა და მშვიდობის კავშირი. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ქრისტეს სხეულის ერთიანობა. მე მჯერა, რომ ეს ერთიანობა ჩვენი მოწმობისათვის გადამწყვეტი, მოწაფეობისათვის. იესომ თქვა, ამით გაიგებს ყველა, რომ თქვენ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათო.
როგორც მან უთხრა ეს იონეს სახარებაში. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ არავინ არის ქრისტეს სხეულის ერთიანობის, სხეულის გამოხატული ერთიანობის უფრო დიდი დამცველი და ამ სხეულის ერთიანობის ფარველი ვიდრე იესო ქრისტე. ჩვენ ყველანი მის ერთ სხეულში მოვინათლეთ. ასე არ არის? ეს არის 1 კორინთელთა მე-12 თავში, ჩვენ ყველანი ერთი სულით ვართ დალეული. ამიტომ ჩვენ ერთნი ვართ ქრისტეში. ვინც უფალს უერთდება, ის ერთი სულია. ყველა ვინც უფალს უერთდება, ერთია უფალთან. ამიტომ ყველა ვინც უფალს უერთდება, ერთია ერთმანეთთან. ეს სულიერი რეალობაა და მე მჯერა სხვათა შორის, რომ იოანეს სახარების მე-17 თავში, როდესაც იესო ლოცულობდა, რომ ისინი ყოფილიყვნენ ერთიანი და ლოცვა შესმენილი იქნა. ის ეკლესიის სულიერთადობაში შესმენელია. მაგრამ მე არ ამგონია, რომ ის ლოცულობდა ეკუმენიზაციისათვის. ეკუმენიზმი ბერძნული სიტყვა სოფლიო. სოფლიო მოძრაობაა, რომლის მიზანიცაა ქრისტიან მორწმუნეთა გაერთიანება. მოციქულთა ხანიდან დაიწყო ქრისტიანული ეკლესიის ერთიანი სხეულის დაშლა, მე-19 საუკუნეების მიჯნაზე პროტესტანტების წიაღში დაიბადა თანამედროვე ეკუმენური მოძრაობა. ის ოფიციალურად გაფორმდა 1910 წელს ედინბურგში გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე. ედინბურგი შოტლანდია, რო იცოდეთ. სადაც აკვანი დაირწა პროტესტანტიზმის და განსაკუთრებულად რეფორმაციული თეოლოგიისათვის ჯონ ნოქსის დახმარებით და ეს ჰოლანდიური სკოლაც, შოტლანდიური სკოლაც იქიდან იღებს ტრადიციას. რომელსაც 1921 წელს მისიონერთა საერთაშორისო საბჭო ეწოდა. მან იდეალურად გამოაცხადა ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანება დოგმატური და კანონიკური განსხვავების ხელშეუხებლად. ტერმინი ეკუმენიზმი ხმარებაში შემოდის 1927 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის თეოლოგიური სემინარის თეოლოგების მიერ. მოძრაობა თანდათან გაფართოვდა, გაძლიერდა და შეიძინა მომხრეები პროტესტანტული ეკლესიების გარეთაც. 1958 წელს ამსტერდამში შეიქმნა საერთაშორისო მასშტაბის ორგანიზაცია, რომელიც გახდა ეკუმენური მოძრაობის ბირთვი. ეკლესიათა სოფლიო საბჭო. ახლა 58 წელიწით მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, ყალიბდება გაერო, ყალიბდება ვარშავის ხელშეკრულება და ნახეთ პარალელურად რელიგიურად, ხო? ნახეთ სოფლიო საბჭო ჩამოყალიბდა. რატო? ცდილობენ ადამიანები რომ შვიდობა დამყარდეს და ეს უკვე არის სუფთა პოლიტიკური. ახლა გავაგრძელოთ. მასში გაერთიანებულია პროტესტანტული, მართლმადიდებლური, ძველმართლმადიდებლური ეკლესიები. 1961 წელს მისი წევრი გახდა უკვე, ნახეთ, 61 წელს ცივი ომი გაჩაღებულია, ხო? გარდაცვლილია სტალინი და უკვე ბრეჟნევიც მოდის უკვე. მისი წევრი გახდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია და ნახეთ, 62 წელს. მიაქცეთ ყურადება. 61 წელს რუსეთი ხდება, ხო? 62 წელს აბა კაი ბიჭი იყავი და არ გამختارიყავი. 62 წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია შედის უკვე შიგნით და 78 წელს, ნახეთ, სულ ახალი დანიშნული არის ილია მეორე. 78 წელს საბჭოს თანაპრეზიდენტად აირჩიეს და იცით რა სიამაყით განაცხადეს ეს საბჭოთა პრესამ და მე მახსოვს ეს და ჩვენც ვამაყობდით, რომ აი საქართველოს წარმომადგენელი იქ არის. 78 წელს საბჭოს თანაპრეზიდენტად აირჩიეს საქართველოს კათოლიკოს პატრი ილია მეორე და უყურეთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია უკვე დატოვა 97 წელს. ახლა კითხვა ისმის, რატო დატოვა? შევიდა საბჭოთა კავშირში, სადაც რუსეთს შეყვა, იმიტომ რუსეთმაც დატოვა. აი აქ არ არის მითითებული, რუსეთმაც დატოვა. ნახეთ როგორ ფეხდაფეხ მიყვება ილია მეორე. რომის კათოლიკური ეკლესია არ არის საბჭოს წევრი, მაგრამ ის გზავნის მეთვალყურეებს ხდომაზე სიტყვის უფლებით. რეზიდენცია ახლა ეგენი იმაშრება, როგორც ჰომოსექსუალისტებზე, რომის კათოლიკური ეკლესია, ხო იცით, განცხადებას გააკეთებენ და ამავე დროს გატენილი არის პედარასტებით იქა, ხო? რეზიდენცია მდებარეობს ჟენევაში, შვეიცარიაში და 2008 წელს მონაცემებით საბჭო აერთიანებს 200 ქვეყნის 500-მდე ეკლესიას. ეკუმენიზმის გვერდით მიაქცეთ ყურადღება ახლა ძალას იკრებს პან-ეკუმენური მოძრაობა, რომელიც ქრისტიანული ეკლესიების და დიდი მსოფლიო რელიგიების, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის დიალოგის გაღრმავებას უწყობს ხელს.
დღესდღეობით სოფლიოში რამდენიმე პანეკუმენური ფორუმი მოქმედებს, ანუ ამ მრავალფეროვანი გაერთიანების იყო, რასაც ხეხლა ადგილი აქვს ქრისტიანულ სამყაროში და ფიქრობ მისი ახლა ბოდიშით ეს ჯონი მაკარტური იწყებს ამას, რომ არ შემეშალოს. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ რომის პაპი უდგას ძალიან ბევრ პანამენიკურ მოძრაობას. ის ხელიდან არ გაუშვებს, კათოლიკური ეკლესია ხელიდან არ გაუშვებს, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, რაც იქნება ბაბილონი. ბაბილონი იქნება ეს რელიგიური დიდი გაერთიანებების მთელი ორგანიზაცია ანტიქრისტე, რომელსაც მე იმას იზავს, გამოიყენებს და მე თვითონ ჩადგება ამის სათავეში. და ამბობენ, რომ რომის პაპი იქნება ან ანტიქრისტე, ან კიდევ ცრუ წინასწარმეტყველი. ახლა ჯონ მაკარტური აგრძელებს. ანუ ამ მრავალფეროვანი გაერთიანების იყო, რასაც ახლა ადგილი აქვს ქრისტიანულ სამყაროში. ფიქრობ მისი ლოცვა, ლაპარაკია ქრისტეზე ისე მეჩვიდმე თავში, ქრისტეს სხეულის სულიერი ერთიანობისთვის იყო და ფიქრობ, რომ მისი ლოცვა შესმენელი იქნა. ახლა რაც შეეხება ამ სადაო საკითხს, ეკლესია ყოველთვის იბრძოდა ერთიანობისათვის. მოციქული პავლე იბრძოლა ამასთან. ხომ სწორია, სწორედ ამიტომ წერდა ის ერთიანობის შესახებ და სწორედ ამიტომ წერდა ქრისტიანებს, რომ არ ეკამათათ, არ ეჩხუბათ და არ შეურაცხყოფინათ ერთმანეთი, არამედ რომ ყვარებოდათ ერთმანეთი და ყველა ფრონტზე ესწრაფათ ერთიანობისათვის. მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ერთიანობა ეს არ არის ნამდვილი ერთიანობა თეოლოგიისა და ჭეშმარიტი დოქტრინის ერთიანობის გარეშე. და სიმართლე უნდა გითხრათ, დღეს ეკლესიაში მე ვერ ხედავ რაიმე დიდ მოძრაობას, რათა დოქტრინის ჭეშმარიტების გარშემო იყოს თვალსაჩინო შეკრება და ამის ირგვლივ დაჯერდეს ადამიანები. მაგრამ მე ვხედავ უზარმაზარ ძალისხმევას, რათა შექმნან რაღაცა ერთობა, რომელსაც არ სურს ჭეშმარიტებაზე საუბარი. ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და რაღაც ჰუმანისტური ხასიათისაა, რადგან მათი ჭეშმარიტებები სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისაგან. და ფიქრობ, რომ ეს ძალიან არარეალური შესაძლებლობაა, რადგან მათთვის ბიბლიური დოქტრინის ირგვლივ გაერთიანება ძალიან უცხოა და ეს არის შორეული საკითხი. გულისხმობ, როგორ მივახცევთ ნამდვილ ერთობას იმ ადამიანებთან, როდესაც ჩვენ არც კი გვინდა, რომ თეოლოგია იყოს პრობლემა, რომ გავიგოთ თუ რა არის ჭეშმარიტ თეოლოგია. არა მხოლოდ დოქტრინაზე ვერ შევთანხმდებით, არამედ ვერც კი შევამჩნევთ, რომ ხარისხიანი დოქტრინა საერთოდ მნიშვნელოვანი იყოს მათთვის. ამრიგად, მეორე მხრივ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე ჩვენ შევძლებთ ამ დროების ცხოვრებაში რაიმე სახის ეკუმენური ერთიანობის შექმნას. მაგრამ მე ნამდვილად შემიძლია ვიყო ერთი ქრისტეს სხეულში ძმასთან ან დასთან, რომელსაც განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს გარკვეულ საკითხებზე. შემიძლია გამოხატო ჩემი სიყვარული მათ მიმართ, მინდა ავაშენო იმაზე ჩვენი ურთიერთობა, რაზეც თანხმდებით და თუ შემთხვევით აღმოჩნდებით ვინმესთან, ვისაც მაგალითად სულიწმიდის ნიჭებში ჩემგან განსხვავებული გაგება აქვს, ხომ? დარწმუნებულად შემიძლია თქვა, რომ ეს არ გავხადო ჩვენი ზიარების, ჩვენი სიყვარულის, ჩვენი მსახურების სადაო საკითხად. დავიცილებლად ავირჩევდი, რომ ეს საკითხი არ იყოს ჩვენთან საკამათო. თუმცა იაქცეთ ყურადღება ეს რაც სულიერ ნიჭებზე ვთქვი, თუ ვინმე წამს რაღაცა ენებზე საუბრები ან განკურნების ნიჭები ან რაღაცა რასაც აქვს ადგილი პენტაკოსტელებში, იმიტომ რომ ძირითად საკითხებში ჩვენ ბევრ საერთო გვაქვს ბევრი რამე. თუმცა თუ ვინმე ცდება უკვე სახარების შესახებ, მე ამას გავხდი სადაოდ. და თუ ისინი ცდებიან იესო ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ, ესეც ჩემთვის სადაო საკითხია. თუ ისინი ცდებიან გამოსყიდვის საკითხებში, როგორც ახლახან ვისაუბრეთ, მე ამ საკითხებს დავიცავ და ეს ყოველთვის სადაო იქნება ჩემში. მაგრამ კიდევ ერთხელ არასოდეს მიგვიძინა თავი ვალდებულად, რომ შემექნა რაიმე ორგანიზაცია, რათა ეს გაერთიანება მოხდარიყო. აი, ასეთი ეკლესია უბრალოდ ცნობის მოყვარების გამო რამდენიმე თქვენგანი მოდით თქვათ, აი, გადახედეთ ახლა. ყველაზე დიდი ჯგუფი რომელი არის? მე მგონი არის ბაპტისტური თქვენი წარსული, ხომ? აბა აწიეთ ხელები, ვინ მოდიხართ ბაპტისტური დენომინაციებიდან ჩვენთან ვინც მოხვედით. აბა ასწიეთ ხელი? კარგი, ჩამოუშვით. რამდენი თქვენგანი მოდის პრესვიტერიანულიდან? მადლობა, კეთილშობილი, ძალიან გასახარია. რამდენი თქვენგანი მოდის მეთოდისტური წარმომავლობისაგან?
დიდი მადლობა. Რამდენი თქვენგანი მოდის ლუთერანული წარმომავლობისაგან? ალბათ უფრო მეტი ხომ? დიახ, რამდენი თქვენგანი მოდის რაიმე სახის დამოუკიდებელი ეკლესიებისაგან, რომლის განსაზღვრაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. და ეს დამოუკიდებლები არიან ძირითადად ხარიზმატები, რომ იცოდეთ. ისინი არიან ყველაზე ეს დამოუკიდებელი და მათაც აწიეს ხელი. რამდენი თქვენგანი მოდის რომაული კათოლიკური ეკლესიისაგან? ასწიეთ ხელები. რამდენი თქვენგანი მოდის იეჰოვას მოწმეებისაგან? ხედავთ? რამდენი თქვენდის მორმონული წარმომავლობისაგან? ასე რომ გსურთ ნახოთ ერთიანობა ერთ სხეულში? აგერ, აი ჩვენ ეკლესიაში. იმიტომ რომ ეს დაჯერდა ეს ხალხი ჭეშმარიტების გარშემო და არა ჯონ მაკარტურის ირგვლივ. ეხლა სიმართლე უნდა გითხრათ, მე არ შემიძლია აქ რომელიმე ორგანიზაციის ჩამოყალიბება და რაღაცა გავლენა ქონდეს. მე არ შემიძლია ესეთ ორგანიზებაში ყოფნა, სადაც ჭეშმარიტებას შეთანხმება არ არის. მაგრამ გეტყვით ერთ რამეს, თუ უფალი გააგრძელებს ჩვენი ეკლესიის კურთხევას და ჩვენ გავაგრძელებთ ესეთი მისიონარების გაგზავნას მსახურებისათვის, ღვთის სიტყვის სასწავლებლად, საქადაგებლად, ხომ? ჩვენ გავლენას მოვახდენთ იმ ადამიანებზე, ვინც დაკარგულია და ვინც მიმობნეულია ამ დენომინაციებში. რათა მამაკაცებიდი ქალები, რომლებსაც ჩვენ გზავნით მსახურებისათვის და საქადაგებლად, ხო, მიიტანონ ეს ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტების ირგვლივ მოხდეს ადამიანების დაჯერება და შეკრება. მოდით ვიყოთ ისეთი პასტორები, ისეთი ლიდერები ეკლესიების და ისეთი მისიონარები მთელ მსოფლიოში, სადაც ჩვენ ვიპოვნით ასეთი ერთობის მომხრე ადამიანებს და ის მართლაც არსებობს. მე როგორც გითხარით, ერთხელ ვიყავი და ეხლაც კიდევ უნდა წავიდე რუსეთში, იმიტომ რომ იქ პიროვნება, რომელიც დუკანჩენკო გარდაიცვალა და ბობ პროვოსტმა დამირეკა და მითხრა, 2 კვირის უკან გარდაიცვალა ის, რომ დაკარგეს მათ ლიდერი. ამიტომ ბობ პროვოსტი იქ წავიდა, ყველანი მაგიდასთან ისხდნენ და თქვეს, რომ ჩვენ გვინდა რომ ჯონ მაკარტური მოვიდესო. და ბობ პროვოსტმა უთხრა, რომ ჯონ მაკარტური ძალიან დაკავებულია. მათ უპასუხეს, კი, მაგრამ ჩვენ გვიყვარს და თუ ჩვენ გვჭირდება ამ გაჭირვების ჯამს ის მოვა. ხედავთ, ესე იგი ჩვენ შორის არის კავშირი. არაფერია შესაქმნელი და ეს კავშირი აგებულია ჭეშმარიტებაზე, საერთო სიყვარულზე და ის აღემატება ამ ეკლესიას. მაგრამ არსებობს დოქტრინისადმი საერთო სიყვარული და ღვთის სიტყვისადმი საერთო ერთგულება, რომელიც ჩვენ გაკავშირებს იმ ადამიანებთან, რომელზეც ჩვენ ძალიან ჯანსაღი გავლენა გვაქვს. მე არ მინდა ნამდვილად და არ მაინტერესებს რაიმე სხვა სახის ერთიანობის ორკესტრირება. გარდა იმისა, რა ჭეშმარიტების გარშემო აგებულია და არ ამგონია რომ ეს დიდად მოხდეს ეკლესიაში არსებულ ამჟამიდელ სურათზე. რადგან ეკლესიამ იმდენად დააკნინა დოქტრინის როლი, რომ თუ ამას შენ წამოჭრი და იტყვი, ერთგვარად ერთიანობის მოწინააღმდეგე ჩაქთვლიან. ამ კვირაში მივიღე თხოვნა, შევხედოთ ზოგიერთ ადამიანს, რომელთანაც დოქტრინალურად ბევრი განსხვავებები მაქვს, მაგრამ მე მაინც დავთანხმდი. იმიტომ რომ მე ვიცი რომ მათ უყვართ იესო ქრისტე და ამიტომ მინდა წასვლა და მერთან ერთად აღნიშნო ეს ერთობა, რომელიც გვაქვს საერთო რწმენასთან დაკავშირებით, მაგრამ ნამდვილად არ მინდა შექმნა რაიმე ხელოვნური ალიანსი, რომელიც დოქტრინის იგნორირებას გამოიწვევს. ასე რომ გარდაულად, როდესაც შევხვდებით, ჩვენ გავიხარებთ და ვიზეიმებთ საერთო რწმენით და შემდეგ განვიხილავთ ამ განსხვავებებს, როგორც მეგობრები, სიყვარულით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ამ საკითხზე ვისაუბროთ, რადგან ეს წმინდა წერილის ინტერპრეტაციის საკითხია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ გმადლობთ, ძალიან კარგი კითხვა იყო. ნეტავ შეგვეძლოს იმის თქმა, რომ ეკლესიის ერთიანობაში ნამდვილად გაერთიანება მოხდა, მაგრამ მე ვხედავ პირიქით, რომ ეს ეკლესია, ქრისტეს ეკლესია იშლება, ეგრეთ წოდებული და ნამდვილი ყოველთვის ერთად იყო. სინამდვილეში ხალხო იცით რომ ეს ძალიან სასაცილო და მე ვწერ წინგს, კარგი ეს საკითხი განხილულია ესეთი სათაურით და სანამ ეს წიგნი გამოვა, მე ვაპირებ კიდევ ერთი წიგნის დაწერას იმ საკითხზე, რომელიც ეკლესიას ანადგურებს და შლის. ის უბრალოდ ნაწილებად იშლება. მადლობა კიდევ ერთხელ კითხვისათვის და მე უბრალოდ მინდა დავძინო ქართველი მსმენელების საყურადღებოდ,
აი თქვენ ხო აგინებთ ძალიან ბევრი ახლა ანტირუსული განწყობა არის თქვენთან და როგორ მიიღებს ახლა ქართულ პროტესტანტებს არიღებს დაუშვათ პროტესტანტები ცუდი სიტყვა, მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ქართული გარემო, იმიტომ რომ მათ გონიათ რომ 1700 წელი ახლა გადაუწევიათ და თურმე 326 წელს მივიღია საქართველოს ქრისტიანობა. 1700 წლის ქრისტიან ადამიანს შენ როგორ უნდა ასწავლო, რომ ეს ქრისტიანობა არ არის. და წარმოვიდგინეთ ახლა რუსს როგორ შენ ეტყვი რუსზე. ნახე და შეადარეთ ახლა თუ ვინმე აღიარებს და მე ვაღიარებ რომ ჯონ მაკარტური არის ერთ-ერთი, რა ვიცი, ერთ-ერთი სწორად ქადაგებელი ქრისტიანი და ესეთ ადამიანს რუსები ესეთ პატივს სცემენ. ნუ გარკვეული ჯგუფი რუსებისა, ხო? ჩვენ სადავართ. აი ჩვენ სადავართ ამას სამიმართებაში. ჩვენ ყუმეთი იყო და ალბათ ქვას ესროდნენ, როგორც ფრანკლინ გრეიმს სასახლეში, სპორტ სასახლეში ხანძარი რო გაუჩინეს და ქუჩაში იყო იძულებული ადამიანი, ფრანკლინ გრეიმი, რომელიც ახლა დაახლოებულია დონალდ ტრამპთან, ხო? ბილი გრეიმის შვილი. ნახეთ რა გაუკეთეს მას. ხო და მით უმეტეს ჯონ მაკარტურს რაც გაუკეთებდა, ხო, რომელიც უფრო მაქსიმალისტურია და უფრო კონსერვატორია ამ საკითხებში, ვიდრე ფრანკლინ გრეიმი. აი ქართველების დამოკიდებულება. ჭეშმარიტი ქრისტიანების მიმართ. ჯერ კიდე მე მახსოვს რომ მამა ჩემი ამბობდა რომ როგორ მოწონდა ამერიკელი ევანგელისტები რო ჩამოვიდნენ ფილარმონიაში ესწრებოდა ხოლმე ამ ქადაგებებს. მე შეწყვიტეს და თვითონ დაიწყეს ქადაგება. და გადახედეთ ეს ქადაგება რას მოაქვს. ეს ქადაგება ისევ ხალხს აბრუნებს იმაში რომ ქვევრები ამოჭრან საფლავებთან. აი ეს არის მაგათი ქადაგება. რიტუალებს და იმებს რომ მიცემ გასაქანს, ხო? ისინი ივლიან და სადღაც სოფელში მე ნუ გიკურთ რომ ცხვრებს კლავენ და ხარებს კლავენ და იმის სისხლებით არის მოხაპული ლომისევო და რა ვიცი, ახლა კიდე კუთხურობა თუ აკუჩხურობა აკონებით რომ დალაგდა ხალხი და ელუდებიან შვილებს როდის გაუჩეს ის სამეგრელოში ის ეკლესია თუ რაღაცა, რა ვიცი. აი ესეთი მდგომარეობა მანდ. მადლობა მოსვენისათვის.